მე ვიკითხავდი ძალიან უხეშად, რამდენად ხშირად ელაპარაკება მშობელი შვილს. სინამდვილეში. არა რუტინული დილამშვიდობისა ჩაიცვი და გარაწავიდეთ სკოლაში, არამედ შვილის ამის მიღმა. ამის მიღმა. ცხოვრებაზე. წარმოდგენებზე, რა მოწენს, რა შეფასება, როგორ არის, რა. ეხლა შევა მშობელს ეცინებოდეს, როცა ბავშვი რაღაც განიცდის, მაგრამ რო განიცდის, ის სრულად განიცდის ამას და დახმარება უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თანამოზიარე უნდა. ეს 4-იანი მიიღო თუ 10-იანი, 9-იანი თუ რაღაცა ინერვიულა. მშობელმაც უნდა აცნობიერებდეს, რომ არაფერი არ დაშავდა 9-იანით, მაგრამ ხარდაჭერას თუ დააკლებს, აი იქ დაშავდება. მე ვიტყოდი, რომ რაღაც 15-20 წუთიანი დავალება უნდა ქონდეს განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, რომ მშობელი და მოსწავლე ერთად აკეთებდეს. იმიტომ რომ შეექმნათ სივრცეს ილაპარაკებენ იმ დავალებაზეც და იმ დავალების მიღმათაც სკოლა ვერ იქნება კომპენსაციას ვერ გააკეთებს ოჯახის. შეიძლება რაღაცეები ოდნავ შეცვალოს, ოდნავ რაღაც კომპენსირებელ როლი შეასრულოს, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს. კარგი დირექტორი მშობლებთანაც მუშაობს და არა მხოლოდ მასწავლებლებთან. და ცდილობს რომ შექმნას ისეთი ვითარება ფორმალური თუ არაფორმალური თუ როგორ, როდესაც იქნება დაკავშირებული ურთიერთობა მშობელს და მასწავლებელს შორის. მათ ხშირად ერთად უნდა მიიღონ გააწყვეტილება. ვისურვებდი რომ ჩვენს კლუბში მეტი იყოს ესეთი ურთიერთობა. მშობლებს თხოვდით რომ ეს სკოლა ვერ შეცვლის ოჯახს. ეს მოლოდინი რომ აი სკოლაში არასწავლეს, არ არის მხოლოდ სკოლის საკითხი, ოჯახის საკითხიც არის. და ეს მშობლებმა უნდა გააცნობიერონ და ვთხოვდი რომ ჩემი აზრით შემოცდები რომ მხოლოდ სკოლა არ ასწავლის. ოჯახი და სკოლა ერთად ასწავლის და თანამშრომლობა აუცილებელია.